აყურებელს უთხრათ, რომ დღეს კვლავ ცხადიავს უფრო პროტესტზე სოლიდარობის აქციაზე, რომელიც 25-ში გაიმართება ბათუმ მედროშეზე, თემურ ხათამაძეზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც კი ამბობთ. მეც ვიწყებთ საერთაშორისო პოლიტიკით, ტექტონიკური ძურებით ამ პოლიტიკაში და ცხადია საქართველოს კონტექსტით. პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კახარია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, გიორგი, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან კიდევ ერთხელ. ცხადია ვისაუბრებთ თქვენს ბიზნესზე მიუხედავად საქართველოს კონტექსტზე, მაინც დიდი სურათით სურს დავიწყოთ. საერთაშორისო მედიის ფოკუსში არის ტრამპის გზავნილები, რომელიც ეხება უკრაინას, პერსონალურად ზელენსკის, რამდენი სამართლიანად მიგაჩნიათ შტატების პრეზიდენტის ეს განცხადებები უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, როგორ იხსნება თქვენთვის ეს რიტორიკა ბოლო დღეებში? მე ვთვლი, რომ დღეს ქართველი პოლიტიკოსები არ არიან იმ რიგში, რომელმაც უნდა შეაფასონ როგორც სამართლიანი, ანუ სამართლო. ძალიან ჩვენი ბევრი პრობლემა გვაქვს. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად უკრაინის კონფლიქტის ნებისმიერი ფორმით მოგვარებას საქართველოს ექნება პირდაპირ ზემოქმედება. ეს ფაქტია. რაც შეეხება იმას დღეს რაც ხდება და ეს ყველაფერი დაიწყო მünchenis კონფერენციიდან, შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტია, რომ გლობალური წესრიგი იცვლება. სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდში და ეპოქაში ცხოვრობთ. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ისეთი, ასე როგორ გითხრათ, რადიკალური შეფასებების მომხრე, რომ აი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა განადგურდა და ეს რა თქმა უნდა ძალიან ხმამაღალი სიტყვებია. ტრანსატლანტიკულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ფორმები შეიცვალოს. შეიძლება რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, ევროპის მნიშვნელობა კონტინენტზე უსაფრთხოების კონტექსტში გაიზარდოს და ჩვენ ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ, იმიტომ რომ ეს საქართველოსთვისაც მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პროცესი, ეს არის რთული პროცესი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენზე და ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ამ კონტექსტში საერთოდ არსად არ ვართ. თქვით, რომ ქართველი პოლიტიკოსები არ არიან ახლა იმ რიგში, ვინც უნდა შეაფასოს ეს ტრამპთან დაკავშირებული პროცესები. გუშინ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ნახავდით ალბათ გიორგი თარგამაძესთან, მან დაუჭირა მხარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, თუმცა ამასთან დაიტოვა გზები ტრამპთან. მოგეწონათ მისი განცხადებები? არ მომისმენია სიმართლე გითხრათ და ვერ შევაფასებ იმას, რაც არ მომისმენია. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვამბობდი, ომში მოყოფი პრეზიდენტის მხარდაჭერა თან ისეთ ომში, რომლის აგრესორი მხარე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბუნებრივია. და რა თქმა უნდა, ყოველს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ერთობა გეოპოლიტიკურ ცვლილების კონტექსტში არის ძალიან სერიოზული რამ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის და ჩვენ ამას უნდა გაუფრთხილდეთ და ჩვენ ეს პირიქით უნდა გავაღრმავოთ. იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია მხოლოდ გავხდეთ ევროპული კავშირის სრულფასოვანი წევრი, რაც უსაფრთხოების ხარისხის გაძლიერებასაც ნიშნავს. ამიტომ არ უნდა შევიდეთ აი ამ კონტექსტურ თემებში. პრაგმატიზმია ამის განაპირობებელი. ამის განაპირობებელი. რა თქმა უნდა, ეს არის პრაგმატიზმი და პრაგმატიზმთან ერთად არის ის, რომ ქართველი პოლიტიკოსებისთვის პრიორიტეტი ნომერი 1 უნდა იყოს საქართველოს როგორ დავაბრუნდოთ ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური ცვლილებების ცენტრში სწორედ ევროპის კონტინენტია და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 20 წელია ეროვნული მოძრაობის შემდგომ ვიბრძვით იმისთვის და მივახციეთ იმას, რომ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტი გავხადეთ და ამიტომ ახლა დღეს ყოფილა გამოხმაურება ქართველი პოლიტიკოსების ოცნების რომ აი 3+3 ფორმატიო ეს რა უნდა გესმოდეთ? კონდა კითხვა სხვათა შორის და მაყურებელს უთხრათ გიაბოლსკიზე საუბრობთ. დღეს პირველად არ გამურიცხა მან, რომ სამომავლო პერსპექტივაში 3+3 შეიძლება განიხილოს. პირველი განცხადება ჩვენ სხვა არ გვახსოვს, როცა არ გამურიცხავენ ამას. ფაქტობრივად ფრთხილად. სერიოზული ინდიკატორია ეს. ფაქტობრივად ფრთხილად ევროკავშირის პროექტის და საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კი არა, კულტურული, ცივილიზაციური არჩევანის ჩანაცვლებას ნელ-ნელა გვთავაზობენ 3+3. ფაქტობრივად, აი პრაგმატულ პოლიტიკურ ენაზე რო გადმოვთარგმნოთ, გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული პოლიტიკური კონტექსტის მაგივრად ახლო აღმოსავლეთის, ფართო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური კონტექსტი უნდა გახდეს. ეს ლავროვის განცხადებას მოყვა ესეც თქვათ, რომ კარიგია და სკამი თავისუფალია. რა თქმა უნდა, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პატრიოტების, ეროვნული მოძრაობის პატრიოტების, ამ ქვეყნის წარსულის რაც პატრიოტი ადამიანების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენ ევროპული პოლიტიკის კონტექსტში დავრჩეთ და არ გავხდეთ რაღაც 3+3, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა უთხრათ, რა არის 3+3. 3+3 არის რუსეთი, ირანი და თურქეთი.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რა თქმა უნდა, აქედან თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ თურქეთი ამასთან ერთად ნატოს წევრი ქვეყანაცაა და მას უსაფრთხოების კონტექსტი თავიდან ბოლომდე დალაგებული აქვს და როდესაც ჩვენ აი ასე გამოდიან და ვითომ არაფერი შეგვაპარებენ რა, რომ აი რატომაც არა, ეს ნიშნავს იმას, რომ სადღაც ვიღაცის გონებაში ქვეყნის ღალატის გადაწყვეტილება უკვე დაწყებულია. და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მისი საგარეო ორიენტაციის კი არა, ცივილიზაციური არჩევანის ბედი ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ბრძოლამ შეიწირა უამრავი ადამიანი. და დღეს გამოდის ვიღაცა და ამბობს, რომ რა მოხდა, მე აი 3+3-საც განვიხილავთო. რეალურად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ სწორედ ეს. ჩვენ დღეს არ ვართ ევროპული დასავლური პოლიტიკის დღის წესრიგში. ამას მიაღწია ამის გამო როგორ გრძნობს თავს ქართული ოცნება, ეს გეოპოლიტიკური турბულენტობა, რომელიც მიდის ახლა ჩვენს ირგვლივ, ოცნებას თავს უფრო მყარად აგრძნობინებს, თუ პირიქით როგორ გონიათ, თქვენ ადრე ამბობდით, რომ აი ტრამპზეც გაქვთ ნათქვამი, რომ ძალიან ცდება ოცნება, თუ ფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში რაიმე შემსუბუქება ელოდება. რა თქმა უნდა ცდება, ოცნებას. ასე ახლაც ამ გადასახედებადაც. უარსად არის. იმიტომ რომ ოცნება საგონა, აი გეტყვით რატომ? ოცნება დღესაც კი ოცნება მუდმივად იმეორებს, რომ აი ტრამპი დღეს რასაც ამბობს, ჩვენ ამას ისედაც ვამბობდით 1 წლის წინ, ვამბობდით 2 წლის წინ, ვამბობდით, ზეიმობენ. წყალწაღებული ხო ისინი ტრამპს ეკიდებიან. ხა რეალურად რო გვესმოდეს. წყალწაღებული ტრამპს ეკიდებიან. შეხედეთ რეალურად რო გვესმოდეს, ოცნების დღევანდელი მოქმედება რას აჩვენებს? მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკა, მათ არ აქვთ არანაირი გეგმა, მოქმედებენ კონტექსტურად. მათ არ აქვთ არანაირი მიმართულება. ტრამპს რომ სხვა პოზიცია დაეჭირა, იტყოდნენ სხვანაირად. იმისთვის დალაგებული ქონდათ და გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ აიო ტრამპიც კი ვერ მოერია გლობალური ომის პარტიას. ეს ყველაფერი, ეს რამდენჯერ მოხდება, იცით ამის ცვლილება. რამდენჯერაც კონტექსტი შეიცვლება და ეს კონტექსტი დღეს ჩამოყალიბებული არ არის. არავინ არ იცის. პრაგმატული მიდგომა დღეს თეთრი სახლის პოლიტიკის კონტექსტში რას ნიშნავს და საბოლოო მიზანი რა არის და ეხლა მოლაპარაკებების ასე ვთქვათ ბალანსირება და მანევრები რასაც ნიშნავს, ხო? ეხლა ეს ხო პროცესია და ეხლა ესენი რომ გამოდიან და წინ სწრებად ამას ახურდავებენ, მათი ცდილობთ რომ ვილაპარაკო, ახურდავებენ რაღაც თავის შიდა პოლიტიკურ აქტივებში, ნუ სასაცილოა. ეს ღიმილის მომგვრელია რა. ოპოზიციის ამოცანებზე ვთქვათ, თქვით რომ კონტექსტი ჩამოყალიბებული არ არის, ბურუსია მაინც ერთგვარად გეოპოლიტიკური, ეს ყველაფერი ხელს უშლის თუ ეხმარება თუ არ ახდენ საერთოდ გავლენას ოპოზიციის ამოცანებზე. როგორ ხდება ფორმირება ოპოზიციის გამოწვევების აი ამ რთულ დროს ამ ვითარებაში. არა, რა თქმა უნდა. როცა თითქოს ოცნება ელოდება რა თქმა უნდა ახდენს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მსგავსი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვხვდებით და ეხლა მოვხვდით ჩვენ, ხო? რა თქმა უნდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ მზად არიან, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვიწიონ, რა თქმა უნდა მათ პრიორიტეტებში დღის წესრიგში დღეს სხვა საკითხები დგას. სხვა საკითხები დგას დიდი ბრიტანეთის დღის წესრიგში, გერმანიის დღის წესრიგში, საფრანგეთის დღის წესრიგში, საერთოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დღის წესრიგში. მათთვის ეს კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის ომი მათი პირდაპირი უსაფრთხოების საკითხია, ფიზიკური უსაფრთხოების საკითხია, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელიც ჩვენსავით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და კიდე ბევრი რამ ხდება და ისეთი განცხადებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად მზად არიან გაიყვანონ თავისი ჯარები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ნუ რა თქმა უნდა შოკის მომგვრელია ბევრისთვის და ამ კონტექსტში ეხლა საქართველოს ოპოზიცია და ხელისუფლება როგორ ეჭიდავება ერთმანეთს, საერთოდ არავის აღარ აინტერესებს იქ. ეს საერთოდ უკვე ამ საკითხიც გეკითხებით ოპოზიციის ამოცანა და მკაფიობა რაში მდგომარეობს ამ ოპოზიციის ამოცანა და მკაფიობა უნდა მდგომარეობის შემდეგში, რომ ქართველი ხალხის არჩევანია, არც ოპოზიციის, არც დღევანდელი ხელისუფლების, ქართველი ხალხის არჩევანია იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ერთი და მეორე, ევროპულ ოჯახის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საქართველოს როგორც სანდო პარტნიორს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ეს უნდა იყოს ჩვენი გზავნილი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დიახ გვესმის, დღეს საქართველოში რაც ხდება და ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც ხდება, ეს არის ანომალია ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლება ჩაიგდო ხელში ძალამ, რომლისთვისაც ქვეყანა კი არ არის სამშობლო, მათთვის ფულია სამშობლო, მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ უფრო მეტი კიდე ფული მოპარონ ხალხს, მაგრამ ამ ანომალიას ჩვენ გაუმკლავდებით. ამ ანომალიას ჩვენ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება დავაბრუნებთ ნორმალურ მდგომარეობას და საქართველოს როგორც აქამდე
მაშინაც დაუბრუნდება ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას და მზად არის გათვითცნობიერებული აქვს, რომ უნდა შეასრულოს თავისი როლი და აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ამ უსაფრთხოებაში. ეს უნდა იყოს გზავნილი არა მხოლოდ ოპოზიციიდან, ყველა ნორმალური. აი ეს ფორმულა არის ამისთვის, ჩვენ განვიხილავდით გუშინ ამ ფორმულებს, სხვა ოპოზიციური პარტიების პუნქტებად ფორმულირებულს, რომ თქვათ სტატუს კვოს ჩამოშვა, ოცნების მომხრეების მიმხრობა, ალტერნატივის ჩვენება, სანქციები, აქციები, ხო? მე სხვების ფორმულის შეფასებას არ გთხოვთ თქვენი ფორმულა ესე. ფორმულაც არ არის ეს. ჩვენ კონკრეტულ გეგმაზე ვსაუბრობთ და დიდი ხანი ამ გეგმაზე ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა. პირველი ეს არის ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის პრიორიტეტი ნომერი 1 საარჩევნო გარემოს ისეთი გაუმჯობესება, რომ პარტიებისთვის აზრი ქონდეს არჩევნებში მონაწილეობას და მოქალაქესთვის აზრი ქონდეს არჩევნების უბანზე მისვლას და ხმის მიცემას. ეს არის ამოცანა ნომერი 1. ამის შემდეგ უკვე იწყება მეორე არჩევნების მიღწევა. ხო, ეს არის მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა რესურსები არსებობს. არსებობს აქციები, არსებობს საყოველთაო გაფიცვა, არსებობს სანქციები, ბევრი რამ არსებობს, იმიტომ რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეხლა რაც არ უნდა იძახონ. კი არიან, კი ხანდახან გამოვლენ ხოლმე და უყვართ ეს ფეხების ბაკუნი, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც დედის ტოლკალს კვერცხს ესვრის, ხო? დაავალებს თან ამას თავის მომხრეებს, ახალგაზრდებს და მერე იტყვის, რომ მე რა შუაში ვარო, ჩემმა მომხრეებმა შეიძლება თავისით გააკეთესო, მათ დააბრალოს, იმ ხელისუფლებას უკვე მორალთან და ღირსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ხელისუფლება უკვე ძალაუფლებისგან დაცლილია. ის დგას მხოლოდ აი ძალადობაზე. ამიტომ ღირსება, ფასეულობები, ამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეხლა მთავარია გვმართებდეს თანმიმდევრობა. ეს არის შიდა პოლიტიკური კონტექსტი. ორი მთავარი მიზანი გვაქვს საგარეო პოლიტიკაში. აი საგარეოზე სანამ გადავალთ შიდაზე საინტერესოა, утопიურად არ ჟღერს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ოცნების პირობებში, როდესაც არანაირი თანამშრომლობის ფორმატი, რესურსი არ არსებობს. პრინციპში თქვენ დაიტოვეთ მაინც ალბათ დღეს ბერკეტი. რა თქმა უნდა. დღეს პარლამენტში დარჩა. დღეს ყველაფერი ჟღერს утопიურად. ამისთვის არის ეს ბერკეტი, ამასაც ამის სხვა კითხვა. აქ ჩაგეკითხებით, ბოდიში. მე მეკითხებით, იმიტომ რომ სხვა თემაზე ვსაუბრობთ. იმ თემას თუ გინდა ცალკე ვილაპარაკოთ. დავუბრუნდეთ იმ თემას. პრობლემა არ არის. შეხედეთ, დღეს ყველაფერი утопიურად გამოჩნდება მანამდე, სანამ ოცნებას მართლა გონია, რომ აი ტრამპი დღეს გლობალური ომის პარტიას და deep state-ს დაამარცხებს და დამყარდება საყოველთაო რაღაც არ ვიცი რა ოლიგარქიული მმართველობა, ხო? და აი ამ ასეთ deep state-ზე გამარჯვებულ თეთრ სახლთან მათ გაიხსნებათ ყველა გზა ექნებათ ხსნილი. ნუ სისულელია ეს ყველაფერი. წარმოდგენა არა აქვთ როგორ ფუნქციონირებს თეთრი სახლი, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია, როგორ ფუნქციონირებს შეერთებული შტატები, ევროატლანტიკური თანამშრომლობა და deep state-ი როგორ ფუნქციონირებს, მაგაზეც არ აქვს წარმოდგენა და ყველაფერს თავი და დავანებოთ, ნუ სისულელია ეს. ამიტომ სანამ ამის იმედი აქვთ, რა თქმა უნდა, მათ არანაირი мотиваცია და სურვილი არ აქვს. ტრამპზე ყოფილა დამოკიდებული ის რომ ოცნება გლობალური წესრიგის დამყარების პროცესია დამოკიდებული. რა თქმა უნდა. ეს ხო ძალიან პირდაპირ კავშირშია. ერთადერთი რაც თქვეს, ხო, თავიდან იძახდნენ 20 იანვარს და ტრამპი და დაალაგდება ყოველთვის, მე თქვეს არა, ალბათ ვერ მოერევა იმას deep state-ს და ალბათ უკრაინის ომი რო დამთავრდება, მე და ესე ეკნებათ ყველა პარასკევს, ეკნებათ ახალი პარასკევი ამათ. და მე იტყვენ ის გადადგება, ეს გადმოდგება და ამიტომ აქ გეგმა არ არის და ამიტომ გეუბნებით, რომ მთავარი ამოცანა გუჯერა, არ გუჯერა, ეს ხო საერთოდ არგუმენტი არ არის, რეალისტურია არ არის, რეალისტურია ყველაფერი. მთავარი ამოცანა არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. როგორ აუმჯობესებთ ამ გარემოს თანამშრომლობის გარეშე, ეს აგვიხსენით. თანამშრომლობის გარეშე ვისთან? ოცნების თანამშრომლობა აქ საჭირო არ არის. თუ სწორად მიგდაით ევნას კითხვაზე, რომ უნდა დაუბრუნდეთ. ბერკეტს იტოვებთ ამისთვის. ეს ხო თანამშრომლობა შეიძლება იყოს სხვადასხვა. შეიძლება თანამშრომლობა აიძულო. შეიძლება სამშობლო იყოს კეთილი ნებით. ამიტომ გეუბნებით, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ოცნებას არანაირი კეთილი ნება რო ამაზე ითანამშრომლოს არ აქვს. პირიქით ამ საარჩევნო კანონმდებლობას სულ უფრო და უფრო ამძიმებენ, ხო ხედავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხშირად რომ ივანიშვილს გაუნათდება ერთ დღესაც გონება და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნა მოუნდება საქართველოში. იძულებული გახდება, იმიტომ რომ ეს მისი თვითგადარჩენის საკითხი იქნება. რა თქმა უნდა გახდება. როგორ ფიქრობთ ახლა დღეს რასაც აკეთებს და აფუჭებს, რატო აკეთებს? აი რატო? აი რაღაც მანიაკია? არ არის თქმა უნდა მანიაკი. ის თვითგადარჩენას ასე ხედავს.
და ამიტომ აფუჭებს. იძულების ბერკეტები რა არის ან რა უნდა გახადოს ის იძულებული 84 დღეა ქუჩაში აქციებია ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს წუხებს მაგრამ ეს მხოლოდ შიდა ფაქტორი საკმარისია არის ამ ცვლილებებისთვის კანონების დონეზეც უფრო რეპრესიული გახდა პირიქით მეტი აგრესიით მეტი წნეხით რეაგირებს სანქციაზეც ხო გარე ფაქტორს რა თქმა უნდა ეს შიდა ფაქტორი მხოლოდ არ იქნება საკმარისი ეს არის კომპლექსური მიდგომა ეს უნდა იყოს შიდა აი მარტივ რამეს გეტყვით დღეს თუ საქართველოს გლობალური პოლიტიკის კონტექსტში ვინმეს ახსოვს და ივანიშვილმა ბიძინამ საბოლოოდ არ ჩააქრო შუქი არის 99% იმ აქციების დამსახურება რომელიც რუსთაველზე თქვენ ხო ამბობთ რომ აი მის შეეგუა და არაფერი არ ხდება და აი მე რა 94 დღეს და არაფერი თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა შედეგი აქვს ამ აქციებს იმიტომ რომ დეუბნებით რომ აი მაგალითად მიუნხენშიც მთავარი პოლიტიკური საკითხი დღეს შიდა პოლიტიკის რაც საქართველოში ხდება და დღეს იქ თუ ჩვენ ხდებოდნენ და გვისმენდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანები დგანან რუსთაველზე თქვენ როგორ ფიქრობთ ადამიანები რუსთაველზე რო არ იდგნენ დღეს საქართველოს დღევანდელ უკანონო ხელისუფლებას აღიარება არ ექნებოდა მერწმუნედ და ამიტომ ესე გაუფასურება ადამიანების აი ამ ბრძოლის არ შეიძლება ეს ადამიანები იბრძვიან და იმარჯვებენ ჩვენ ერთად ვიბრძვით და ვიმარჯვებთ თქვენ მართალი ხართ იმაში რომ ჩვენ უკვე კონკრეტულ უკან გადადგმულ ნაბიჯებს დათმობებს ჯერ ვერ ხედავთ და კიდევ ერთხელ გეუბნებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ტრამპის იმედს არიან ჩამოკიდებული ხავსის მაგრამ ტრამპი არის მათთვის დაუბრუნდებით მიხელის თემას იმიტომ რომ აქაც თქვენს კონკრეტულ შეხვედრებზეც ბევრი კითხვა უბრალოდ მანდატების თემა მაინც ამოვწუროთ რადგან ვახსენეთ დაფინანსება ახსენეთ ერთ-ერთ არგუმენტად სხვა ინტერვიუში რომ გამჭვირვალე პოლიტიკური ფინანსები საქართველოს მოქალაქეების დაფინანსება ამ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი თუ იცვლება კანონი და დაფინანსებაც იხსნება ოცნებას აქვს ეს ბერკეტიც მაისის ბოლოს დაახლოებით იცვლება თუ არა თქვენი გადაწყვეტილებაც არა აქვს ოცნებას ეს ბერკეტი რა გამომდებობა უკეთესად უნდა გვესმა არა აქვს ოცნებას ეს ბერკეტი ოცნებას ბევრი სხვადასხვა ბერკეტები აქვს მაგრამ ჩვენს გვაქვს გამომდებობა კარგი ცოდნა და ჩვენს ბევრი ბერკეტები გვაქვს ჩვენ მთავარ რამეს ვამბობთ რომ ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტზე არ იქნება რასაც ვამბობ ანუ არ ეთანხმებით განმარტებებს რომ ეს საფრთხე კიდია ხაერში დამოკლეს מחვილივით რომ წაგრძელებენ ასეთი საფრთხე არ არსებობს ასეთი საფრთხე. ამიტომ უნდა თუ ასეთი საფრთხე არსებობს, დადგება ეს საფრთხე და დამთავრდება ეს ყველაფერი რა და მორჩება. ამიტომ აი ეს 1000 რაღაც არგუმენტების იქ უფუნქციოდ ეს სისულელები მხოლოდ არ გეკითხებთ კონკრეტულად ამიტომ დაფინანსების წესრიგებაზე იქ რაც გაცდენებს და იცით რასაც ეხება. არ მუშაობს ისე როგორც თქვენ გონიათ. როგორც ეს ახსნეს როცა ეს ახსნეს არ მუშაობს ეს. კი ბატონო, აგერ ინტერპრეტირებას მოახდენს თუ ოცნება მოახდენს ისეთ ინტერპრეტირებას კანონის რაც არ არის გაუკეთებია და სწორედ დაფინანსებას მაშინ გააკეთოს და ხვალე აიღოს და დაგვიჭიროს და ნუ მე იქიდან უნდა ვიბრძოლოთ. ეხლა რას ვმარჩიელთ? კიდევ ერთხელ გეუბნები, თავარი პოლიტიკური საკითხი რა არის? აი რამდენი დღეა უკვე გავიდა რომ ვიღაცას გაუქმეს მანდატი და ჩვენ არა. ლეგიტიმაცია შეიძინა ოცნების პარლამენტმა? აი შეიძინა ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე, სადმე შეიძინა? არ შეუძენია. ამიტომ ვიღაცა თუ ცდილობს თავისი შეცდომები, ან თავისი რაღაც როგორ აი არასწორი ან რაღაცა არასწორი გათვლები გადაფაროს იმით რომ ჩვენზე რაღაც შეტევას მოიტანს პოლიტიკურად, ნუ არ მოქმედებს ეს ჩვენს თქვენც ხო იცით რომ არ მოქმედებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხაზი. იმას მიუყვებით, სიახლე არ არის, რაღაც მოულოდნელობა არ არის, ყოველთვის ვამბობდით, ეს ხო რაღაც სიურპრიზი არ გავიკეთებია. ამიტომ ვამბობთ რომ ჩვენ ოცნებასთან ბრძოლას ასე ვხედავთ და დარწმუნებული ვართ რომ ეს არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის რომ ყველაზე ეფექტურად მოვემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის და ამას ვაკეთებთ და თუ რაღაცა გავაფუჭებთ არა დაფინანსების ნაწილზე უბრალოდ დამოუკიდებელი ექსპერტებიც ფიქრობენ რომ კანონმდებლობით მათ შორის ოცნებას შეიძლება ჰქონდეს იმის საშუალება რომ მაისში თქვენ შეგიჩერონ არ შეგიწყვიტონ არამედ შეგიჩერონ დაფინანსება თუ კი თქვენ ყოველი პლენარული სესიის დასაწყისში არ მიმართავთ ზეპირად ან წერილობით პაპუაშვილს მაგალითად რომ ბოიკოტის რეჟიმში ხართ მიმართავთ თუ არ მიმართავთ ანუ ამას აკეთებთ თუ არა იმიტომ რომ სატელევიზიო განცხადებები არ იქნება საკმარისი მოდი ასე გავაკეთოთ რა ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც გაყალბებული არჩევნების შემდგომ პაპუაშვილისთვის საერთოდ ჯერჯერობით არ მიუმართავს და ვინც მიმართა, იმათ გითხეთ რა. თან რაღაც სასაცილო წერილებით რომ მიმართეს, იმათმა თავის თავზე ილაპარაკონ, ჩვენთან რა უნდათ. ხო, წნარად შვიდად ჯერ რასაც ვამბობთ. საერთოდ არ მიგულისხმება ოპოზიცია. დამოუკიდებელი ექსპერტები. დამოუკიდებელი ექსპერტების დამოუკიდებლობა როგორ კარგად ვიცით მე.
აი ძალიან კარგად ვარ გაცნობიერებული ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტის დამოუკიდებლობის ხარისხში და მგონი სამართლიან არჩევნებს ციტირებდა შემთხვევაში ხელოვნა მათვე დავეკითხე სამართლიან კი ბატონო ესეც თუ ისვეთის დამოუკიდებლობა მჯერა შეხედეთ იქაც ხო როგორ ამბობენ რომ ეს შეიძლება მოხდეს ასე მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე და ხა ნუ რას მარჩიებთ ხო მეგობრებო ვისი არ გჯერათ ამასაც ხომ არ გვეტყვით მაგრამ არ გეტყვით ამასაც ჩვენი პოზიცია არის მარტივი კიდევ ერთ ნუ მინდა დავხურო ეს თემა ჩვენ ეს მანდატები არ გავაუქმეთ ისე რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ შევძინეთ და ამ პოზიციის შესვლას არ ვაპირებთ ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს. კეთილი მეორე ფაქტორი საერთაშორისო ყურადღება, ხომ ეს არაღიარება, რაც ითვლება მიღწეულად უკვე პარლამენტის მიმართ, რა შეძელით ან ვერ შეძელით მიუნხენის კონფერენციაზე, აი ესეთი გლობალური კრიზისების ფონზე, თქვენ და სალომე ზურაბიშვილმა რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი? ჩვენი მთავარი სათქმელი ჩვენ მიხედავთ იმისა, რომ ერთადაც ხვდებოდით, ცალ-ცალკეც ხვდებოდით, მე ჩემი პროფილი უფრო არის აღმასრულებელი ხელისუფლება, ქალბატონი სალომე უფრო საკანონმდებლო ხელისუფლებას და პირველ პირებს ხვდებოდა. ჩემი პროფილი არის აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩემი მთავარი მიზანი იყო მოვახდინო ევროპული კავშირის ძირითადი ქვეყნების კონსოლიდირება საქართველოს მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრის ნაწილში, რომ კოორდინაციის ხარისხი მათ შორის იყოს მაღალი. და თუ ხდება ისე, რომ ევროკომისიაში ბრიუსელში ვერ ლაგდება საკითხების სწრაფად, წევრი ქვეყნების დონეზე რაღაც კოორდინაციის მექანიზმი არსებობდეს, რომ გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მივიღოთ. იმიტომ რომ ეს სხვადასხვა მექანიზმია. ბრიუსელია, მაგრამ წევր ქვეყნებს აქვთ თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედების რესურსი და ამ რესურსს ჩვენ აქამდე ვერ ვიყენებდით, იმიტომ რომ ეს კოორდინაცია იყო საკმაოდ სუსტი. დღეს ახლა მე არ მინდა უბრალოდ ამ ქვეყნების ჩამოთვლა, მე რწმუნეთ რომ ევროპული კავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტი ჩვენ ამის კონსოლიდირება მოვახდინეთ და ჩვენ მათთან უკვე აღმასრულებელ დონეზე კომუნიკაცია გვაქვს დაწყებული იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფი რეაგირებები გქონდეს იმასთან მიმართებაში, რაც საქართველოს ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველთვის ქართველი მაყურებლისთვის ეს ირევა ხოლმე. ხო, ევროპარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა, რომელსაც სარეკომენდაციო ფუნქციები აქვს და ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია შეიძლება გქონდეს პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ აღმასრულებელი მნიშვნელობა მას არ აქვს. კომისიას აქვს აღმასრულებელი მნიშვნელობა, მაგრამ მისი ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ძალა წევრი ქვეყნების სახელმწიფოების დონეზე გარკვეული ნაბიჯების გასატანად ასევე შეზღუდულია. ამიტომ იქ ბევრი სხვადასხვა განზომილებაა და ამ განზომილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ჩვენთვის აღმასრულებელი წევრი ქვეყნების აღმასრულებელი მთავრობები, უხეშად რო ვთქვათ, და ამ მთავრობებთან ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა რომ პირდაპირ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ მათ აუხსენით, იმიტომ რომ მან ყველაზე დიდი კითხვა რა იყო? ყველაზე დიდი კითხვა არის შემდეგი, რაც ჩვენთვის ყველაზე ცუდია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული გამოწვევა და ამოცანა უნდა იყოს. საქართველოში უკვე ყველაფერი დაკარგულია თუ ჯერ კიდევ ბრძოლას აქვს ასრი. აი ეს არის ეს და ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ თითეული ადამიანი, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, მათ დიდი მადლობა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ ამ ადამიანების ხარჯზე და მათი ყოველდღიური ბრძოლის შედეგია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დღის წესრიგში ვართ და იქ საბოლოოდ არ გადაწყდა, რომ საქართველოს უკვე დაკარგულია. ყურადღების კონცენტრაცია ამ რთულ დროს ჯერ კიდევ შესაძლებელია. არაერთი შეხვედრა გქონდათ თქვით, მაგრამ მაინც გამოყოფ საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან შეხვედრას. საფრანგეთი არის საინტერესო ქვეყანა იმ მხრივ, რომ შესაძლოა მეტი ბერკეტი ჰქონდეს მას პერსონალურად ივანიშვილზე და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც იყო გამოყოფილი სწორედ საფრანგეთის მიმართ მოწოდება. ამ შეხვედრაზე აქცენტი პერსონალურად ივანიშვილზეც ხომ არ ყოფილა. თავად მათი მხრიდან იყო თუ არა ამ მიმართულებითაც ინტერესი, რადგან ის მათ შორის არის ყველა შეხვედრაზე ეს საკითხი დგება. რაიმე განსაკუთრებული მოქალაქეობასთან დაკავშირებით არ ყოფილა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ დღეს ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ან პოზიტიურად, ან ნეგატიურად, რაიმე სახით, ეს არის ივანიშვილი ბიძინა, იმიტომ რომ ეხლა ამ კლოუნებს უკვე არავინ საერთოდ არც დაუძახებენ ცხოვრებაში არსად. იმიტომ რომ რაღაც ფორმალური შეიძლება რაღაც ტექნიკურ დონეზე ეხლა მაინც სახელმწიფოა და მოხდეს, მაგრამ ამ კლოუნებს საერთოდ არც არავინ არ აღიქვამს. უკვე იმდენად დაინგრიეს რეპუტაცია, რომ აი საერთოდ იციან, რომ არის ადამიანი, რომელიც აი სადღაც იქ მიღმა არის, არანაირი პასუხისმგებლობები არ აქვს და ის მართავს ეხლა აი ამ კლოუნებს, როცა უნდა მარჯვნივ გაუშვებს, მარცხნივ და პირდაპირ და ესენიც მიდიან ცხრებივით, რასაც ეთყიან იმას აკეთებს. ამიტომ რა თქმა უნდა, როგორც რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი და როგორც რეალური ძალაუფლების მქონე დღეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე ეს საკითხი
დგება და როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანთან რაღაცა ახსნა მოხდეს რომ არ არის ევროპა მტერი, არავის არ უნდა მისი რაღაც ჯერ კიდევ ახსნის იმედი აქვთ. შეხედეთ იმედი გაითვალისწინეთ ერთი რამ. მათი მიზანი არის როგორ დავაბრუნოთ საქართველოს რაც შეიძლება სწრაფად ნორმალური განვითარების გზაზე. და გაითვალისწინეთ რომ სანამ ეს ჩვენთვის იცით რამ ხელა რესურსია რომ ეს იმედი ჯერ კიდე არის. ეს იმედი რომ გაქრება მერწმუნეთ რომ ეს იმედი რომ გაქრება აი იმ ბევრი ქვეყნიდან ვისთანაც ჩვენ მუშაობთ სანქციების დაწესების თავი ყველას არ ექნება. იმიტომ რომ ის საკანონმდებლო რესურსი ჭირდება იმას სხვა და ეს მარტივი თემა არ არის. ეს არ არის მარტივი თემა და ჯერ კიდე ეს ბალანსის შესაძლებლობა აუცილებლად გამოსაყენებელია ბოლო წვეთამდე, ბოლო დღემდე არის საბრძოლო. აბა ეხლა ჩვენ ხო თქვენ რა გონიათ საბოლოო ჯამში თუ გვჯერა იმის რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს და რაღაც პოლიტიკური შეთანხმება უნდა შედგეს. ამათთან შედგება კაცო ამ კლოუნებთან, ამათთან რა უნდა შეთანხმება უნდა შედგეს. რის რესურსია ვქოთ, მაინც საბოლოო ჯამში გაწყობილების მიღების პირი იკითხარეს ვინ არის. ცხადია. რა თქმა უნდა ხა ტერორისტებს ელაპარაკებიან, ხო? და ამიტომ ეხლა ხო უნდა გვესმოდეს რომ ვისაც აქვს რეალური ძალაუფლება და ეფექტურ კონტროლს ვინც ახორციელებს ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს და ჩვენ ეს არის რეალობა ქვეყანაში დღეს. კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილს ეკითხებოდნენ რომ აი ერთ დროს მაკრონმა აიღო ხელში ინიციატივა და ურეკა მან ივანიშვილს ელაპარაკა ეს შუამავლობის ინიციატივა. შემდეგ იყო მოლოდინი რომ იქნებოდა მეორე ზარიც. ამაზე ხომ თქვენ გქონდათ ესეთი მოლოდინი? მე არ მქონია ესეთი მოლოდინი. მე დარწმუნებული ვიყავი რომ ერთი ზარის შემდგომ ну, რატომღაც ასე მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ივანიშვილი ბიზნესთვის ერთადერთი გადაწყვეტილების მიღებული პირი ამ ქვეყანაში არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. და აი მარტივ რამეს გეტყვით ახლა შეიძლება ცოტა ისმოდეს. აი ჩვენ ხო რეალური პოლიტიკით უნდა ვიხემძღვანელოთ. აი როგორ ფიქრობთ დღევანდელ მდგომარეობაში რატო წავა? აი რა ლოგიკით წავა დათმობაზე? ივანიშვილი ბიძინა ვინმესთან ვისაც არ თვლის საკმაო ძალაუფლების მატარებლად, რომელსაც შეუძლია მას რაღაც გარანტიები ან რაღაცა ბენეფიტები გაუწვევს. აი რატო? ხო? იმიტომ რომ ჩვენი თავარი ამოცანა ხო რა არის? ჩვენ ვართ შვიდობიანი აქციის წევრები. ჩვენთვის მთავარია რომ ქვეყანამ შვიდობიანად დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე. ამ ლოგიკით მაშინ ევროპა ვერ მოახდენს მას ესე გავლენას. არა, ევროპას ივანიშვილზე. არა, როგორად? შეხედეთ. მეგობრებო. ევროპას ძალიან ბევრი ბერკეტები აქვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები სანქციების განხორციელების. ძალიან ვაპირებ ახლა დამატებითი ვიზიტები მექნება არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთშიც, გერმანიაში და ყველგან. იმიტომ რომ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამის კონსოლიდირება, ამას ყველაფერს კოორდინაცია ჭირდება. ამას ჭირდება კოორდინაცია, კონსოლიდირება და აქმების დონეზე და გეგმის დონეზე ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხვალ მე რო ამას ვაკეთებ, ამის შედეგი რა იქნება. თავარი კითხვა რა არის ცით? აი დღეს ჩვენი ყველაზე კარგი მეგობრების მთავარი კითხვა რა არის? გეგმა ბერა გაქვთ. აი ეს ხო უნდა გვესმოდეს, ხო? როდესაც ვამბობთ, აი თქვენ რო ბრძანეთ, რომ აქვთ კიდე იმედი, რომ მოლაპარაკებადია, მოლაპარაკებადი რომ არ არის, ამაში დარწმუნდნენ, მაგრამ ის რომ მისი იძულება რომ მოლაპარაკებაზე დაჯდეს და რაღაცა დათმობები გააკეთოს ეს რესურსი არსებობს, ეს ჯერ კიდე ყველას ჯერა. ახლა იმას ხო კიდევ ერთხელ შესაძლოა მე დავიბენი და არ არის ურთიერთ გამრიცხვა, მაგრამ შეუძლია ევროპას იძულება მოლაპარაკებაზე ივანიშვილის თუ ტრამპის გარეშე ეს პროცესი არ წამოვიდეს. რა თქმა უნდა შეუძლია. ეს თუ იქნება კოორდინირებული, კონსოლიდირებული. რომ ელოდება ის ამერიკას. ეს რომ იმას ელოდება, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მისი აღქმების ზორია, ხო? ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ ისე აბა როგორ ფიქრობთ ახლა რო აიღოს მაგალითად და დიდმა ბრიტანეთმა და დაასანქციროს 1-5-6 კაცი რომელიც ამ სისტემის ხერხემალია და რა მოხდება როგორ ფიქრობთ ხო სულ არ ჭირდება იმას ამერიკის და ტრამპის ან საფრანგეთის პრეზიდენტის შარევა ხო მთელი ფული აქვს დამალული დიდ ბრიტანეთში და ოფშორებში რატო მოაქვს ნუ ვიღაცა ასწრებს ვიღაცა ვერ მოასწრებს ეს 5-6 კაცი ვინ უნდა იყოს მე რა ვიცი არიან იქ ადამიანები რომლებსაც გააჩნიათ საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა დღევანდელი რეჟიმის ფუნქციონირებაში. აი ზოგიერთები მე ჯდებიან რაღაც გასაკვირ იმაზე რა ქვია YouTube არხებზე და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. აი სისულელეებს ლაპარაკობენ რომ უსმინო ხანდახან. აი ამასინათ ერთმა იმან რა ქვია პროპაგანდისტმა
პროპაგანდისტმა და ეხლა იდეოლოგიც გახდა რა თურმე რომ აი მანახე ხო არ მახსოვს აი ისე უბრალოდ არ მომეწონა ჟურნალისტის ადგილზე რომ აი რო კითხვა აი ერთი მითხარითო საქართველოს მთავრობამ რა გააკეთაო რუსეთის სასარგებლო ბიზნესმენი კაცი ამბობს ამას უბრალოდ სავაჭრო ბრუნვაში ჩაიხედეთ კაცო სავაჭრო ბრუნვაში ჩაიხედეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვაში რა მოხდა და სავაჭრო პრეფერენციებში ჩაიხედეთ რა აი რაღაცეებს აი აყურებელმა რომ გაიგოს დავარქვათ თავში სახელი ირაკლი რუხაძეს გულისხმობთ ხო აბა პროპაგანდისტი მეტი იმყავს ახლა მთავარი პროპაგანდისტი არის კონკურენცია პროპაგანდისტებს შორისაც თუმცა არა სხვები ესე ვერ ბედავენ თავის მართლაც ოცნების იდეოლოგი გახდა ამბობდით იდეოლოგი ხო აი ნაცებს ბოდიში გაგაწყვეტინეთ ნაცებს იზახის ის ყველას თუმცა 2 საათიანი ინტერვიუ ქონდა არ უხსენები ხართ როგორ ფიქრობთ რატო საერთოდ არ მაინტერესებს ერთადერთი რაც მე მაინტერესებს როგორ გგონიათ რატომ არ გახსენებთ მე უბრალოდ იმედი მცნობთ მას აი ისე ხო მეგობრობა არა მაგრამ ცნობით ვიცნობ მე უბრალოდ იმედი მქონდა ერთხელ თქვი მეგონი თქვენ თავ თქვი რა რომ გადაწყვეტოს მეთქი თქვენ აქ თქვი გიორგისთან რომ გადაწყვეტოს მეთქი სანქციების უფრო ეშინია თუ ივანიშვილი ბიზნესს მეთქი ეხლა დავინახებ ივანიშვილი ბიზნესი უფრო ეშინია მაგრამ სანქციები ძალიან არ უნდა რა ხო და აი ეს ხალხი რომელიც აი ესე ყანყალებს აი შუაში იცოდეთ რომ ამ ხალხზე ზემოქმედება არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ინსტრუმენტი. იმისთვის ივანიშვილ ბიზნესს რატომ ეძახით რაღაც რუსული კალკია ჯერ არ ვიცი. არა, რუსული რა შუაშია? რუსული არა, მე განმარტე, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იყო ქველმოქმედი, ფილანტროპი და ბევრი კარგი საქმის გაკეთებელი. აღარ არის უკვე ჩემთვის. უკვე ჩემთვის ეს არის ივანიშვილი ბიძინა და ივანიშვილი ბიძინას ბრენდინგი. სრულების ამ შემოbrunების ასახვა გინდათ? რომელი წლიდან გახდა ივანიშვილი ბიძინა? ჩემთვის? დიახ. ჩემთვის 21-დან. აჰა, მას შემდეგ რაც გადადეგეთ. რა თქმა უნდა, 4 წელი გავიდა უკვე. კი ბატონო. მის დაბადების დღეზე გადადეგეთ თან. გამიშოვა, ხარ ეს თვითონ თუ დაამუმიზნა თორე მე არა მე განზრახ ესეთი. ეს მიზანი არ მქონია. ჩემთვის დალაგდეს. ხო, ბერკეტებზე როდესაც ვლაპარაკობთ, აი კითხვა გვაქვს ასეთი, ზეწოლის ბერკეტები ამასობაში ნელ-ნელა ხომ არ ხრება. აი მაგალითად პასეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების იქიდან გამოსვლა, რეზოლუციები ძალიან მკაცრი. ამასობაში პასეს მერე შეიძლება საერთოდ სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულებასაც დაემუქროს, ხომ? საფრთხე ერთხელაც აქამდე მივიდეს ქართული ოცნება. კი ბატონო. უყურეთ. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, ხო? სადღაც თქვი და მე გამკიცხა ოპოზიციის რომ ჯერ კრიზისის მწვავე ფაზაში არ შევსულართ მეთქი არ შევსულართ ჩვენ იმიტომ რომ ეკონომიკური კრიზისის პოლიტიკურ კრიზისის რა თქმა უნდა ეკონომიკურ ფაზაზე გადავედით ჩვენ მაგრამ პოლიტიკურ ეს ხო ერთი კრიზისია ხო ამის გაყოფა არ შეიძლება ხო ეს იყო გახალბებული არჩევნები კი ბატონო ხო ეხლა ვართ მეორე ფაზაზე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველი ფაზა ამოიწურა ეს და მეორე ფაზა დაგვეწია ეკონომიკური გვეწია უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მაშინ როდესაც ჩვენ ამ კრიზისის პიკში შევალთ ჯერ არ შევსულვართ ამ პიკში მიუხედავად იმ უბედურებებისა ძალადობებისა აი ყველაფერი ცუდის რაც ოცნებამ გააკეთა ჯერ აი პიკი კრიზისის ჯერ არ დამდგარა პიკის მაჩვენებელი რა უნდა იყოს პიკის მაჩვენებელი უნდა იყოს რეალურად რესურსის არ ქონა ხელისუფლების მხრიდან რევერსის გაკეთების აი მარტივად გასაგებად რო გითხრა ჩვენ არ უნდა ერთადერთი არის ჩემთვის ეს პიკი არ უნდა გადავკვეთოთ ერთობლივი თანაცხოვრების წითელი ხაზი აი ეს თუ გადაიკვეთა მერე პროცესები უმართავი გახდება ყველასთვის ჯერჯერობით ოცნება და ივანიშვილი ბიძინა თulis რომ ეს არ არის გადაკვეთილი მე რწმუნეთ რომ ის ამას უფრთხილდება ესე არ არის რაც არ უნდა თქვა ხო არ ამბობენ რომ ჩვენ 3 მილიონი მხარდამჭერი გვყავს ამას ხო არ ამბობენ რომ ჩვენ გვყავს რაღაც 1.200.000 იტყუებიან თან ძალიან კარგად იციან რომ 800.000 მაქსიმუმი ეხლა ეყოლებათ 600 მეტი არა აი როგორ ფიქრობთ ასეთ მდგომარეობაში ხო საქართველოში ეს არ მოუდგენია მაგრამ ეხლა მიდის ეს ჭიდაობა ვის ეყოფა ნერვები ვინ იქნება უფრო პრაგმატული ვინ იქნება უფრო გონიერი თანმიმდევრული ასე შემდეგ და ასე შემდეგ საუბედუროდ ამას უბრალოდ საქართველოს ახალგაზრდების ჯამრთელობა პოლიტპატიმრების ყოველდღიური ცხოვრება და აქ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო თემურ ქათამაძეს უნდა ვთხოვო რომ შემშელობა უნდა იმიტომ რომ ეს ადამიანი მადლობა კიდევ ერთხელ მზია ამ ახლობელს რომ მან მისი პერსონალური ბრძოლაზე მაღლა ჩვენი საერთო ბრძოლა დააყენა და იგივე უნდა გააკეთოს ამ კაცმაც რა. იგივე უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება მსხვერპლი, კიდევ ბევრი მსხვერპლი გვაქვს ამ ბოლოს 10 წლის განმავლობაში გახებული რა.
კი ბატონო. მოკლედ მთავარ ამოცანად ხო თემურ ქათამაძეზე ჩვენს გადაცემის მეორე ნაწილში მის მეგობარი გვეყოლება ვრცლად ვილაპარაკებთ აქვე მაყურებელთან დავაანონსოთ რომ უნდა შეწყვიტოს ეს. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ თხოვს გამუდმებით. მთავარ ამოცანად რჩება ახალი არჩევნების დანიშვნა, ხო? მთავარ ამოცანად რჩება. მე მაინც გონია რომ არ ხარ განწყობილი რომ ივანიშვილი ახალ არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ დაუშვათ დანიშნა ივანიშვილმა ახალი არჩევნები. ახლა საინტერესო არის უკვე როგორი იქნება შემდგომში უკვე თქვენი საარჩევნო პროგრამა, რას ეტყვით ამ მრჩეველს, რა იქნება მთავარი ხაზი, ანუ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება იქნება მთავარი ხაზი თუ სხვა რა? ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს და პრიორიტეტი ნომერი 1 კიდევ ერთხელ ვიმეორებ საარჩევნო გარემოს ცვლილება, გაუმჯობესება. ეს ამის გარეშე ნებისმიერი ახალი არჩევნები უდიდეს რისკში შეიყვანს ქვეყანას და საერთოდ საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ ერთი რამ. დღეს ივანიშვილი ბიძინა გაყალბებული არჩევნების შედეგად 53%-ით და არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში და შიდა ლეგიტიმაცია არა და გარე ლეგიტიმაცია არა, მან რომ ამის ნახევარი მიიღოს, ან ნახევარზე ცოტა მეტი, ოღონდ ლეგიტიმური არჩევნების ეს ისე იმხელა ახალი ენერგია იქნება და იმხელა რევანშის შესაძლებლობა იქნება, რომ ეს აქ ძალიან სერიოზული დაფიქრება გჭირდება. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ მთელი გეგმა გვაქვს ჩამოწელი, 6 ინსტიტუტზე ვსაუბრობ და არაფერი რთული ამაში არ არის და ეს მე ვფიქრობ, რომ მიღწევადია. ეს მიღწევადი. ეხლა რაც შეეხება რა უნდა იყოს სტრატეგიული ხაზები. ხა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რაც იყო აქამდე, ხო? გადავა ვერ გაქრება. გადავა რაღაც მეორე პლანზე, მაგრამ ვერ გაქრება. და ამის ძალიან კარგი მაჩვენებელი არის ის, რასაც დღეს ოცნება აკეთებს, ეს პაროდია საგამოძიებო კომისიის რა. მარტივია, ხო? მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს და ყოველთვის მივემხრობი იმას, რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაულები იყოს გამოძიებული, მაგრამ ასევე უნდა იყოს ამ ხელისუფლების დროს დანაშაულები გამოძიებული. და როგორც კი ეს პოლიტიკური კონტექსტისთვის გამოიყენება, თქვენ რა გონიათ ახლა ოცნება ამ პაროდიულ კომისიას გამოიყენებს ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და დაატრიალებს ისევ ახალ ამ კარბუქს. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი გამოსავალი და მთავარი მიზანი ჩვენი მგზავნილი რა იქნება? ნებისმიერი ფორმის რადიკალიზაცია. ყველა ძალა, რომელიც ამბობს, რომ მე თუ არ მემხრობი მტერი ხარ და ქვეყნის მოღალატე ხარ, ან მე თუ არ ვიქენი ქვეყანა დაინგრევა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვისაც ექნება 30%-ზე მეტის აღების ეს დასამთავრებელია ამ ქვეყანაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ საქართველოს ამომრჩევლებმა აღარასოდეს არც ერთ ადამიანს, ერთ კაცს ან ერთ პარტიას მთელი ძალაუფლება ხელში აღარ უნდა ჩაუდოთ. იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ეს დასრულდა ძალიან ცუდად. ყველა მეტნაკლებად კარგად დაიწყო და საბოლოო ჯამში ყველამ ერთნაირად დაამთავრა. ეს არის დავაზუსტებ თუ შეიძლება აი თეონა გესაუბრებოდათ თქვა ევროკავშირის თემა როგორ გექნებათ დღის წესრიგში რეფლექსია ხდება ხომ წინა არჩევნების შემდეგ სად შეიძლებოდა მეტად თქვა რა თემებზე ამორჩეულთან საუბარი მაგალითად უსაფრთხოების რისკების თემა რამდენად გექნებათ დღის წესრიგში თუ ევროკავშირში ინტეგრაცია პარალელურად ზრდის ამ რისკებს რუსეთის მხრიდან რას ვაკეთებთ ნეიტრალურად თუ მოსაოდნელია პროვოკაცია ბორდერის გააქტიურება ასე შემდეგ ყველაზე დიდი რისკი ოპოზიციის ლიდერის პასუხი არის ყველაზე დიდი რისკი, ყველაზე დიდი ხიფათი და ყველაზე დიდი საფრთხე. უსაფრთხოების კონტექსტში, ომის კონტექსტში, ნებისმიერი ძალადობის რადიკალიზაციის კონტექსტში დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესში საქართველოში არის მოკავშირეების გარეშე მარტო დარჩენა. ეს ყველაზე დიდი რისკია. ამაზე დიდი რისკი არ არსებობს. ეს უნდა გვესმოდეს და თუ არ გჯერათ, აგერ შეხედეთ ჩვენს მეზობლებს. ჩვენს მეზობლებს როგორც მინიმუმ რამოდენიმე სტრატეგიული პარტნიორები ყავთ. აი შეხედეთ მაგალითად აზერბაიჯანის და თურქეთის ურთიერთობას. შეხედეთ სომხეთის და საფრანგეთის ან სომხეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას. შენ ქვეყანას ღალატობ მაშინ, როდესაც ქვეყანას ტოვებ მარტოს მოკავშირეების და მეგობრების გარეშე და ამის შემდგომ საერთოდ რომ ბედავ და მშვიდობაზე იწყებ ლაპარაკს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ ატყუებ შენს თანამოქალაქეებს, უბრალოდ მათ აშინებ, იმიტომ რომ
იმედს ფლობ, რუსთავიორს ფლობს და კიდე რაღაც დეზინფორმაციის უბრალოდ ადამიანებს აშანტაჟებომით, აშინებომით. ამ კონტექსტში ტრამპის განცხადებები არ იყო სარისკო ერთგვარად საქართველოსთვის იმ აღქმებისთვის, რაც არის საქართველოში, რადგან მაინც პირველ კითხვაზე თავი აარიდეთ ამ შემთხვევაში. იყენებენ ამას, რა თქმა უნდა. ამას იყენებენ, მაგრამ ეს ჭირდება თუ არა მეტად განეიტრალიზება. რა თქმა უნდა, ჭირდება, იმიტომ რომ ეს დროში არის შეზღუდული. არავინ არ იცის ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ რა განცხადებებით და რა შედეგებით დასრულდება. იმიტომ რომ მეგობრებო, ეს არ არის გაითვალისწინეთ, რომ ეს როდესაც საუბარი დღეს მიდის უკრაინაზე, ან უკრაინაში ომზე, ეს არ არის საუბარი მხოლოდ უკრაინაში ომზე. ეს არის ახალ უსაფრთხოების. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თვლით, რომ სარისკოა, მაინც სტრატეგიულ დუმილს ამჯობინებთ. ფიქრობთ, რომ ქართულმა პოლიტიკოსებმა ახლა ჯობია ბევრი შეფასებები. ქართულმა პოლიტიკოსებმა პირველ რიგში დღეს რაც უნდა გააკეთონ, საქართველოს უნდა დააბრუნონ საერთოდ საერთაშორისო პოლიტიკის ღირსშესრიგში და მერე ისაუბრონ რამეზე. რაზე უნდა ისაუბრონ, როდესაც რეალურად წარმოდგენა არ აქვს, ინფორმაციასთან წვდომა არ აქვს, არავინ არ გთვლის სანდურ პარტნიორად, რომ ინფორმაცია რეალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაგიზიაროს. ექსპერტი ხარ, რა, ვერ გავიგე რა არის კონსულტანტი. ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე როგორ ახერხებს ოპოზიცია მაშინ ამაზეც არ არის. ხელისუფლების დაბალანსება ჩვენი გაითვალისწინეთ ერთი რამე მეგობრებო რა. ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს უნდა დავივიწყოთ. ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნებით კი არ არის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი არის რომ არავის არ კონდეს სრული ძალაუფლების უზურპაციის შესაძლებლობა და ხელისუფლება იყოს დაბალანსებული, თორე ხელისუფლება თუ იქნება დაბალანსებული, არ ვიცი, იქ ოცნებას ექნება 20%, ვიღაცას 20% და ჩვენ კიდე ვიღაცას იქმნეს სულ სხვა პოზიციონირება მექნება, იმიტომ რომ მთავარი ამოცანა. როგორი გექნებათ პოზიციონირება მათ შორის, როდესაც მთავარი პროპაგანდისტული ხაზი ახლა უკვე ოცნების არის, უკრაინის დამარცხება ჩვენი გამარჯვება იქნება. როგორ აბალანსებთ ამას? უკრაინის დამარცხება იქნება ჩვენი გამარჯვება, როდესაც ამას ამბობენ, ეს არის როგორი სისულელე, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქვეყანა გლობალურ დაპირისპირებაში მხარეს ირჩევს. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ, თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ბალანსის პოლიტიკა არის მთავარი და ოცნებას, ომზე მშვიდობაზე საუბრის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ბალანსის პოლიტიკა დაარღვია. შენ თუ გინდა, რომ შენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მაშინ როგორ შეიძლება მხარე აირჩიო? აი, თვითონ ხო ამბობენ, რომ უკრაინაში ომი არ არის უკრაინასთან ომი, ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის ომი. შეგაი ადამიანო, ამდენი ტვინი თუ გაქვს? ამდენი ანალიზის უნარი თუ გაქვს, რომ თქვა რომ ეს უკრაინა არაფერ შუაში არ არის, ეს გლობალური დაპირისპირება, მხარეს რატო ირჩევ, კაცო? მხარეს რატო ირჩევ? ერთ მხარეს რატო აბრალებ ან ომის დაწყებას, ან ომის დამთავრებას, ან რატო ერთ მხარეს რატო აგინებ და მეორე მხარეს რატო ეუბნები, რომ აი ხა წამოვალ და 3+3-ში დაგიჯდები და ეს შესაძლებელი. მხარეს რატომ ირჩევს, არ გაქვთ პასუხი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯერ კიდე შანტაჟის როგორ გითხრათ, შანტაჟის სტრატეგია აქვს არჩეული. აშანტაჟებენ ახლა ყველას და ყველაფერს ირგვლივ. ერთი რამ უნდა ავხსნა და ამით დავასრულოთ. ჩვენი დღევანდელი პრობლემები, აი ეს საერთაშორისო პოლიტიკაში ჩვენი პრობლემები, შიდა პოლიტიკაში პრობლემები, აი ეს დაპირისპირება დასავლეთთან, ეს ხო არ არის რაღაც კონფლიქტი, ეს უბრალოდ ღია დაპირისპირება, ხო? გამომდინარეობას იქიდან, რომ რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, ივანიშვილი ბიძინა მიხვდა, რომ დაინახა უბრალოდ, ამაში იყო გარკვეული ობიექტური რეალობა, რომ რუსეთის რუსეთისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზარდა ომის შემდეგ უკრაინაში და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ცოტათი შემცირდა, იმიტომ რომ უკრაინის ომი დაიწყო. და აი ამ დისბალანსის გამოყენება ცადა და ისე არასწორად გააკეთა ეს, აი ისე შეცდომებით გააკეთა ეს, რომ იმის მაგივრად რომ რაღაც სარგებელი მიეღო თავისთვის, რა თქმა უნდა თავის უნდა მასარგებელი მიიღება და არ ქვეყნის. ქვეყანაც უბედურებაში გახვია და ეხლაც მთელ თავის ქონებას აგროვებს სამყაროში და იმაში რა ქვია, ცდილობს რომ საქართველოში აქ რაღაც კასა მოაწყოს და აქ ის რა ქვია იმას. ხარის არარჩევის თემაზე მინდა დავაზუსტოთ, დღეს მეორედ ვამბობ უკვე, ხომ არ არის დამაბნეველი ან ურთიერთგამორიცხავი, რას ნიშნავს აი ხარის არარჩევის პოლიტიკა, როცა ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინაზე. ცალსახად არ უნდა ყოფილიყო მხარედ არჩეული მსხვერპლი უკრაინა. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინაზე, რა თქმა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს ხო არ იყო საუბარი რუსეთ-უკრაინაზე. ეს ხო საუბარი იყო გლობალური ომის პარტიასა და იმას შორის აქ საუბარი იყო გლობალური ოცნების რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, ოცნების რიტორიკა ხო ეს არის, რომ ეს არის გლობალური დაპირისპირება რუსეთს და დასავლეთს შორის. თორე ეხლა მეგობრებო, საქართველოსაც მაქვს ეს ნათქვამი. უკრაინას არ გადაულახავს რუსეთის საზღვარი და თავს არ გვირჩია მაშინ მაგ ლოგიკითაც. ხო და დასავლეთი ხო ხედავთ რა ქნა.
ხო, რა ქნა? იმიტომ რომ ამ დაპირისპირებაში თავისთვის ვაჭრობის სივრცე დაინახა. დაინახა უბრალოდ ვაჭრობის სივრცე და ეცადა რო ევაჭრა რითი? ქვეყნით რა თქმა უნდა. სხვა არაფრით ქვეყნით და მიიღო ის რაც მიიღო. ქვეყანაც ცუდ დღეში და ჩიხში შეიყვანა და არც თვითონ არ არის ახლა დავხენილი რა. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი ჯერ არ დაგვისრულებია. ამიტომ ბალანსი და გონიერება გვმართებს ყველგან და ყველაფერში. სანამ ჩვენ არ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს ძლიერს, რომელსაც შემდგომ ასეთ შტორმებში ცურაობა მარტივად შეიძლება და ეხლა შეიძლება აი ამ უტრიალდეთ ისეთ მოსახვევში, რომ ვერც მივხვდეთ საერთოდ რა მოხდა. ვერც მივხვდეთ. დიდი მადლობა. გიორგი გახარია იყო ჩვენი სტუმარი პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე